დედა ჩემი ქართველი იყო, მამა ჩემი აფხაზი და ამაზე არც არავის უფიქრია, რომ რამე პრობლემა ქონოდათ შეუღლებასთან ამის გამო. მაშინ მართლა სხვანაირად ფიქრობდა ხალხი. მაგ დროს არც იყო ხაზგასმა. მამა ძალიან დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და ვერც კი იფიქრებდა ალბათ, როდისმე რომ ესეთი კონფლიქტი შეიძლება ყოფილიყო აფხაზებს და ქართველებს შორის. ძალიან უყვარდა თბილისიც, ქართველების და რა თქმა უნდა თავისი აფხაზების. გამორიცხული ხა ამის ლაპარაკი. მაგრამ ეს ნაციონალური პრობლემები მაგ დროს არ არსებობდა. მე აქ დავიბადე და ყოველ ზაფხულს კი ჩავდიოდით აფხაზეთის იქით არსად არ გვინდოდა წასვლა, ისე გვიყვარდა. ამიტომ ხა დავტოვებით, ჩვენ არ დაგვიტოვებია, მაგრამ ჩვენი ნათესავები ხა ყველა იქ ცხოვრობდა. დედის მხრიდანაც ბებია, ბაბუა, მამის და ორივე ოჩამჩერიდან იყო მშობლები და ამიტომ მათ მოუწიათ დატოვება და ძალიან მტკივნეული იყო ეს თემა. პირველ რიგში დაგვიტოვა ალბათ სიყვარული და დიდი სიამაყე, რომ ესეთი მამა ყავდა, ესეთი დიდი ადამიანი ამ ქვეყნისთვის. ადამიანმა რომელმაც შეეძლო და გაახარა ეს ქვეყანა. მე მიხარია რა თქმა უნდა რომ მისი შვილი ვარ. გამავანდროულად არის რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული ჩვენთვის, რადგან ესე ადრე დაგვტოვა. და თითქმის არ გვახსოვს მამა. პატარები ვიყავით ჩვენ, გამწუხაროდ. თან სულ შეკრებაზე იყო, სულ თამაშები ჰქონდათ, იშვიათად იყო სახლში და სამწუხაროდ რაღაცა ისეთი მოგონებები, რომელიც პირადად ჩემია და ჩემთან დარჩება. ძალიან ცოტა. ალბათ სურათები, ვიდეოები რო არ იყოს, შეიძლება სახეც კი ალბათ არ მემოხსოვრებოდა ალბათ. რაცნაირად ალბათ სისხლში გვაქვს ეს ფეხბურთი, მეც ფეხბურთელს გავყევი ცოლად. ჩემი ძმა დღემდე აგრძელებს და ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს, სადაც გახსნა ვიტალი დარასელიას სახელობის სკოლა ძალიან წარმატებულად. და ესე დავჭით ამ ფეხბურთში. მე დღესდღეობით ვარ 19 წლამდე ეროვნული ნაკრების მენეჯერი და აი ფეხბურთში ვარ თავიდან ბოლომდე ჩართული. ოსების, აფხაზების და ქართველები ერთი დიდი ოჯახი იყო და ერთად ზუსტად ის თამაში არის მაგალითი იმის, რომ ერთად შეგვიძლია წარმატების მიღწევა. და ალბათ სიმბოლურია, რომ იმ კარცეისის თამაშზე ოსმა და აფხაზმა გაიტანეს ზუსტად ის გადამწყვეტი გოლები. Тарантелия. Пошел штрафной, ну может быть, обвел второго, удар ворота, гол! 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 ნეაპოლში იყო თამაში, ჩემი ძმა გაჩნდა 27 სექტემბერს და მამას უთქვამს თამაშის წინ ვინც გაიტანს გოლს, იმის სახელს დავარქვენ შვილს და თვითონ გაიტანა. ბებია იქ ცხოვრობდა ბოლომდე, ვიტალის დედა სამწუხაროდ გარდაიცვალა, მამიდა და მამიდა შვილები არიან დღემდე იქ და ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს, რა თქმა უნდა და ჩავდივართ ხოლმე მამიდასთან. პირველად მე პირადად ჩავედი მამას 60 წლის იუბილეზე. დიდი ღონისძიებები იყო სოხუმში, ჩატარდა ამხანაგური თამაში ვეტერანი აფხაზი ფეხბურთელების, ცნობილი აფხაზი ფეხბურთელების, როგორც ახრიკ ცვეიბა, ჩემმა ძმამაც მიიღო მონაწილეობა და ძალიან კაი დახვედრა იყო და ძალიან თბილი საღამო და ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და ამდენი წლის მერე დაბრუნება აფხაზეთში.
იმის მიუხედავად რომ ომი რა თქმა უნდა ძალიან დიდ კივილს ტოვებს და როცა ორივე მხარეს არიან მიცვალებულები ძალიან რთულია ლაპარაკი ალბათ შერიგებაზე, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ვისაც ახსოვს ეს ურთიერთობა შანსი არის იმის რომ როდესღაც შევრიგდეთ და ვაპატიოთ ერთმანეთს. მე რადგან ორივე მხარეს ვიცნობ და ორივე მხარიდან შემიძლია შევხედო ამ სიტუაციას, მე ორივე მხარე მტკივა და იმიტომ მე ყოველთვის შერიგებისკენ ვარ და რამენაირად უნდა გამოინახოს საერთო ენა. პირველ რიგში მე ვთვლი რომ შესაფასებელია ის მოვლენები, მე არ მგონია რომ სწორად არის შეფასებული დღემდე. ჩვენ ზუსტად ის შეფასება არ გვაქვს, რატო დაიწყო ეს კონფლიქტი. რაღაც წინაპირობა ქონდა თუ აი საერთოდ საიდან და როცა გავიგებთ ამას, მე მგონი უნდა მივხვდეთ, რომ ეს არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ვერ წარმომიდგენია აფხაზეთის გარეშე ბედნიერი საქართველო და წარმატებული. და ამიტომ ჯერა რომ როდესღაც დადგება ის დრო, როცა ჩვენ შევრიგდებით. ძალიან მიყვარს ყველა აფხაზი და ვეცდები ყველაფერს, რომ თუ რამე შემიძლია, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგეს და ერთად ვიცხოვროთ ბედნიერ სახელმწიფოში.